ცხოვრიშობას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეების დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში ჩატარდა. თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცადაყვანის კათოლიკურ ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ტრადიციულად ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. დღესასწაული აღნიშნეს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიაშიც, მშვიდობის კათედრალში საზეიმო ღვთისმსახურება ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო. სწორედ ამ დროს ჩაბნელდა ეკლესია და კარიდან სანთელი, როგორც შობის დადგომის და სინათლის შემოსვლის სიმბოლო შემოიტანეს. ლიტურგიის დროს სხვადასხვა ენაზე წაიკითხეს საგალობლები. შობის დღესასწაული არის ძალიან ლამაზი, ძალიან ახლოს ადამიანები გულთან და ამიტომ არის სასიხარულო მომენტი ჩვენი რწმენისთვის და ჩვენი ქრისტიანული მოგზაურობისთვის. კარგია რომ დღეს შეგვიძლია ვიზეიმოთ ერთად ყველა ქრისტიანი პოულოს თავისი ადგილი ამისათვის. მე მინდა მოვულოსო ყველა კათოლიკეს, ყველა ქრისტიანებს. უპირველეს ყოვლისა, ყველას ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, მიუხედავად იმისა, რომელ რიცხვში დღესასწაულობს, მთავარია რომ ადამიანს ვინმესთვის ეს დღე იყოს მნიშვნელოვანი მისი სულიერი მდგომარეობისთვის, მისი ემოციური მდგომარეობისთვის და ეს ყველას ძალიან გვჭირდება ახლა. შობის დღესასწაული არის უიმედობაში გაჩენილი იმედის ნაპერწკლის დღესასწაული. აი თუ რამე გვჭირდება ჩვენ დღეს არის ზუსტად ეგეთი ნაპერწკალი.